ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. დავით მეოთხე აღმაშენებელი. მესამე ნაწილი. 1095 წლის ნოემბერი. საფრანგეთის ქალაქი კლერმონი. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკრებაზე რომის პაპმა ურბან მეორემ მთელ საქრისტიანოს იერუსალიმისა და ქრისტეს საფლავის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ეს მოწოდება სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში და მის გარშემო დიდი სამხედრო რელიგიური მოძრაობა ჩამოყალიბდა, რომელიც ისტორიაში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის სახელითაა ცნობილი. რამდენიმე თვეში ამ ლაშქრობას შეუერთდნენ ყველა ფენის ადამიანები, დიდგვაროვნები, რაინდები თუ უბრალო გლეხები. მალე 4 მთავარი არმია კონსტანტინოპოლში შეიკრიბა. ცნობილია, რომ ევროპელებს ბერძნებთან ერთად ქართული დიასპორის მცირე ჯგუფიც შეუერთდა. კონსტანტინოპოლიდან ჯვაროსნები დარდანელის სრუტით ანატოლიაში გადავიდნენ და აიღეს რუმის სასულთნოს მნიშვნელოვანი ქალაქი ნიკია. მცირე მუსულმანური რაზმების დამარცხების შემდეგ მათ გეზი ანტიოქიის ძლიერ ციხესიმაგრეზე მიმართეს. ერთ თვიანი მძიმე და სისხლისმღვრელი ალყის შემდეგ ქალაქი ევროპელმა რაინდებმა დაიკავეს. 1099 წელს ჯვაროსნები იერუსალიმის კედლებს მიადგნენ. ქალაქი რამდენიმე კვირაში დაეცა და აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. დაპყრობილ ტერიტორიაზე ჯვაროსნული ედესის, ანტიოქიის, ტრიპოლის და იერუსალიმის სამეფო სამთავროები დაარსდა. საქართველოს სამეფო კარი ყურადღებით აკვირდებოდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. დავითის მეფობის 100 წელს, სწორედ მაშინ, როცა ჯვაროსნებმა იერუსალიმი გაათავისუფლეს, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა. თურქ-სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ქართული წყაროებიც ადასტურებენ. ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი. აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. დაარღარა მისსა სულთანს ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს. დავით მეფის თანმიმდევრულმა მმართველობამ შედეგი გამოიღო. ქვეყანამ ისევ დაიბრუნა სახელმწიფოებრივი ღირსება და თურქთა ბატონობა წარსულს ჩაბარებულიყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხარკის შეწყვეტას არანაირი სადამსჯელო ლაშქრობა არ მოჰყოლია. იმპერია შიდა ომებით და ჯვაროსნებთან დაპირისპირებებით იყო დასუსტებული, რაც მეფეს დიდ უპირატესობას აძლევდა. მას მიეცა შესაძლებლობა საფუძვლიანად დაეგეგმა მომავალი სამხედრო კამპანიები. სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღსადგენად დავითმა პირველ რიგში კახეთ-ჰერეთისკენ მიმართა მზერა. ეს მხარე თითქმის 100 წლით იყო ჩამოცილებული ქართულ სამეფოს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად არსებობდა. ამ წლებში კახეთ-ჰერეთის სამეფოს გამგებელი იყო კვირიკე მეოთხე, რომლის მმართველობას უკვე ეტყობოდა პოლიტიკური დაკნინება, თავად მისი ჯანმრთელობაც შერყეული იყო. სწორედ ამ ხელსაყრელ ვითარებაში მეფე დავითმა მოიხმო თავისი ერთგული სამეფო გვარდია, ტაძრეულები და ფეოდალთა ლაშქარი. 1103 წელს ქართული არმია კახეთ-ჰერეთის სამეფოში შეიჭრა და ზედაზნის ციხეს ალყა შემოარტყა. ეს სიმაგრე კახეთ-ჰერეთის სამთავროსა და თბილისის საამიროს საზღვარზე მდებარეობდა და რეგიონის მთავარი სტრატეგიული წერტილი იყო. იქ გამაგრებულმა გარნიზონმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და ზედაზნის ციხე-სიმაგრე მალევე ჩაბარდა ქართველებს. ამ პერიოდში გარდაიცვალა კახეთ-ჰერეთის მმართველი კვირიკე, რის შემდეგაც სამეფო გვირგვინი მის ძმის სულ აღსართანს ერგო. ისტორიული წყაროების მიხედვით, აღსართანი მეფობისთვის შეუფერებელი გამოდგა და არაერთხელ გამოავლინა უზნეო ქცევა. ამავე დროს დავით მეოთხე უკვე ჩამოყალიბებული ხელმწიფეა. იგი მკაცრად სჯის ურჩ ფეოდალებს, როგორც კლდეკარის ბაღვაშთა საერისთავოს, ისე ზედაზნის ციხის მფლობელებს, აბულეთის ძეების მაგალითებიც ხარწყობს. თუმცა დავითის სიმკაცრე ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და არა პირად ანგარიშსწორებას. მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი საქართველოს გარეთაც, განსაკუთრებით კახეთ-ჰერეთის არისტოკრატიაში, სადაც დავითს აღიქვამდნენ როგორც განმანთავისუფლებელს.
აღსართანის მმართველობის დაწყებისთანავე კახელმა ერისთავებმა იგი შეიპყრეს და მეფე დავითს მიჰგვარეს. შედეგად ამ მხარის პოლიტიკური ვითარება საბოლოოდ გადაწყდა. მალევე ქართულმა ჯარებმა ამ კუთხის ყველა ციხე-სიმაგრე, ქალაქი და დასახლება დაიკავეს. საბოლოო ჯამში კახეთ-ჰერეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა. დავითის მოქმედებები ბუნებრივია, ყველა ფეოდალისტვის არ იყო მისაღები. მოწინააღმდეგე კახელმა დიდებულებმა დახმარების სათხოვნელად სელჩუკთა ერთ-ერთ გავლენიან მოხელეს განძის ათაბაგს მიმართეს. რეგიონში საქართველოს გამოჩენა მის პოლიტიკურ გავლენას ზღუდავდა, ხოლო კახეთ-ჰერეთის შემოერთებით ქართველები უკვე უშუალოდ ესაზღვრებოდნენ განძის საამიროს. თავის მხრივ დავითის გააქტიურება თურქ-სელჩუკთა სულთანსაც აღიზიანებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ ხარკის გადახდა შეწყვიტა. ამიტომ სულთნის კარმა განძის ათაბაგს დააკისრა დავითის დასჯის საქმე და მას მრავალრიცხოვანი მხედრობაც გადასცა. თურქ-სელჩუკთა ძირითადი ძალის გარდა ათაბაგს შეუერთდნენ სხვა მუსლიმი მმართველები და კახეთ-ჰერეთის ფეოდალების ნაწილიც. საბოლოოდ შეიქმნა ერთიანი, საკმაოდ ძლევამოსილი გაერთიანებული არმია, რომელიც დავითის წინააღმდეგ დაიძრა განძის მმართველის მეთაურობით. ტრის რიცხობრივ უპირატესობას საქართველოს სამეფო კარმა კარგად გაწვრთნილი ქართული არმია დაუპირისპირა. დავით მეფეს თან ჰყავდა როგორც ფეოდალური ლაშქარი, ასევე დაქირავებული მეომრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი პირადი სამეფო გვარდია, რომელიც საუკეთესო მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული. გვარდიის თითოეული წევრი სრულად აღჭურვილი, დისციპლინირებული და გამოცდილი ცხენოსანი იყო. ამ ელიტარულ ერთეულს ქართულ წყაროებში შემდგომ მონასპა ეწოდა. ქართველთა ლაშქარი მტრის გაერთიანებულ თურქულ ძალებს დღევანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ერწუხის ველზე დაუპირისპირდა. დავით მეფემ ბრძოლაში სრულიად ახალი ტაქტიკური მანევრი შემოიტანა. ფეოდალთა და დაქირავებულთა ლაშქარი მან პირდაპირ მტრის ცენტრალურ ნაწილს შეუსია, ხოლო ცხენოსან რაზმებს მუდმივი, სწრაფი და შოკური იერიშების შესრულება დაავალა. პატარა, მაგრამ მოხერხებული შობოსანი კავალერიის ჯგუფები სხვადასხვა ფლანგზე უეცრად ჩნდებოდნენ, მტრის რიგებს არეიდებდნენ, შემდეგ კი მყისვე იცვლიდნენ მიმართულებას და ბრძოლის სხვა მხარეს გადადიოდნენ. სელჩუკთა ლაშქარი ტერორის ქვეშ მოექცა, მუდმივი მანევრირება აბნევდა თურქებს, მათი მწყობრი დაირღვა და ბრძოლის ტემპი სრულად ქართველთა მხარეს გადავიდა. დავით მეფეც უშუალოდ ჩაება ამ იერიშებში, ლომივით იბრძოდა და დაუნდობლად კაფავდა მტერს. ეს დღე ქართველთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ერწუხის ბრძოლა იყო პირველი სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტაკება, სადაც მეფემ საკუთარი სამხედრო ნიჭი და სტრატეგიული ხედვა სრულიად წარმოაჩინა. ერწუხთან ისეთი საშინელი სისხლიც ყოფილა, რომ თავად ხელმწიფეც მთლიანად სისხლში იყო ჩაფლული. მის მხილველ ქართველებს ერთხანს ეჭვიწყლით გასჩენიათ, თითქოს დავითიც დაჭრილიყო. იმ დღეს მას 3 ცხენი მოუკლეს და მეოთხე სახას ზედამჯდომმან სრულყო მის დღისა ორი. აქედან მოყოლებული საქართველოს სამეფომ ბევრი ისეთი გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანა იმდროინდელ წინა აზიასა და კავკასიაში ერთ-ერთ გავლენიან და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია. დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ბაგრატ მეოთხის დროიდან, ქართული ეკლესია დიდგვაროვანთა ინტერესების ასპარეზად იქცა და ხშირად ეწინააღმდეგებოდა სამეფო ხელისუფლებას. მრავალი უსამართლობა და უკანონობა დამკვიდრდა ეკლესიის შიგნითაც. სწორედ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ მოუწია გალაშქრება მეფეს და მის მრჩეველ გიორგი ჭყონდიდელს. 1104 ან 1105 წელს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა რუის ურბნისის საეკლესიო კრების სახით. მესამე ნაწილის დასასრული.